წიწამურში ილია ჭავჭავაძის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება კვარცხლბეკს, მოხდება მისასვლელი კიბეების რეკონსტრუქცია და კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია. სარეაბილიტაციო პროექტი ძეგლის თავდაპირველმა ავტორმა თემურ ბოჭორიშვილმა შეიმუშავა და შესაბამისად სრულად დაცულია მისი ყველა პარამეტრი. პროგრამას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, მისი ღირებულება კი 9 მილიონ ლარზე მეტია. სამუშაოების დასრულება 4 თვეში იგეგმება. ძეგლზე მიმდინარე სამუშაოები დღეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. ეს არის უდიდესი მოვლენა ჩემთვის პირადად. რომ აი თავიდან გავაკეთეთ ეს პროექტი, 3 პროექტი გავაკეთეთ. ძველი შენარჩუნებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ ქანდაკება. საზოგადოების დიდი ხნის თხოვნის შესაბამისად ჩვენ მოვახერხებთ და დღეს მოხარულები ვართ, რომ უკვე ფიზიკურად შევძელით, რომ გაგვეხსნა დიდი ილიას სამართლად მნიშვნელოვანი მონუმენტის რეაბილიტაციის სამუშაოები. სამუშაოები დღეიდან დაახლოებით 4 თვეში დასრულდება. მთავრობის გადაწყვეტილებით და პრემიერ-მინისტრის დავალებით მე მოხარული ვარ, რომ დღეს დავიწყეთ ილია ჭავჭავაძის ძეგლის რეაბილიტაცია. ჩვენი სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა ძეგლი და ისტორიული მემკვიდრეობის მონუმენტი იყოს აღდგენილი და რეაბილიტირებული. კულტურის სამინისტრო თავიდანვე იყო ჩართული ამ პროექტში. ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა, რომ მართლაც მოეწესრიგებინა ეს გარემო, იმიტომ რომ მართლაც ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, ამიტომ მოიწვია სპეციალისტები, ხელოვნებაცოდნეები და ეს ყველაფერი ერთად მივიდა იქამდე, რომ კონკურსში გაიმარჯვა პროექტმა, ბოჭორიშვილის პროექტმა.